მითხარით როგორია თქვენი გეგმა დღეიდან საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. დიახ, მოგესალმებით, მოგესალმებით. შესაძლებლობისთვის მივესალმებით მადლობა თქვენს სტუმრებს. იცით რა არის, ყველა ვითვალისწინებთ იმ რისკებს, რომლის წინაშეც ჩვენ აღმოჩნდით და ეს ამ შემთხვევაში ეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას, იმიტომ რომ აქ არ არის საკითხი მხოლოდ ერთი ადამიანის თუნდაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება არ გაუარესების თაობაზე, კი არ დაარდობ მე პირადად და უამრავი ადამიანი. ეხლა მერთვა დაგვიფაროს და პროცესები თუ კი გავითარდა ფატალურად, მე სახელმწიფოებრივ საფრთხეს ხედავ და მინდა რომ ერთი მხრივ ადამიანის ჯანმრთელობა გადავარჩინოთ და სიცოცხლე ქვეყნის მესამე პრეზიდენტის და მეორე მხრივ სახელმწიფო ინტერესები არ შეილახოს, იმიტომ რომ წარმოდგენაც არ გვინდა, თუ კი გვიფიქრია და ჩვენ თან მარტო დარჩენილად და კითხვა დაგვისვამს და გვიპასუხია თუ რა შეიძლება მოხდეს, თუ კი ქართული ოცნება ქვეყანაში არ შეიძლება მოხდეს, თუ ქართული ოცნება თავის საწადელს მიაღწევს, იქ უკვე იცით რა არის, არ სიამოვნებს იმ პროცესების წარმოდგენაც კი. ეს იქნება უდიდესი დარტყმა სახელმწიფოს განვითარების საქმისთვის. დიახაც, არ იქნება მშვიდობა უბრალოდ, რომელსაც ქართული ოცნება, აი როგორც ცეცხლი ისე ეთამაშება. შენ თუ კლავ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და დიახაც არ ვერიდები მე ამ სიტყვას, იმიტომ რომ როდესაც შენ უწყობ ტერორს, აქციებს უმართავ, ციხესთან არაძლევს შესაძლებლობას სამოქალაქო საავტომობილში გადაიყვანონ, არაძლევს შესაძლებლობას სატელეფონო ზარები განახორციელოს, არაძლევს შესაძლებლობას სასამართლო პროცესი ჩაუნიშნო, იქ რაღაცა ამოულოქე ფანჯრები, ანუ კლავ პრაქტიკულად. შენი, ანუ მათი ხელით ეს ადამიანი არის მკვდარი და ჯერჯერობით არის უბრალოდ ცოცხალი და დიახაც განგაში ზარი შემოიტყდა და ძალიან მიხარია რომ სხვა უამრავი გამოწვევების პირისპირ ჩვენ ისედაც ვიდექით და იქ ერთობა შედგა ოპოზიციურ პარტიებს შორის, მაგრამ უმრავლესობა ოპოზიციური განსხვავებული პარტიები იმაზეც თანხმდებით, რომ მიხეილ სააკაშვილის როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის საფრთხის ქვეშ. ამიტომ ბრძოლა იქნება დიახაც მანამ სანამ ვერ მივახცევთ საწადელს და ბატონი სააკაშვილის გადაყვანა არ მოხერხდება სამედიცინო და თქვენ ნიკა მოდით აი ვიდრე ამ საპროტესტო ბრძოლაზე ვისაუბრებთ, მითხარით მართლა გჯერათ რომ სააკაშვილის თაობაზე რამეს დაათმობინებთ ხელისუფლებას, რომელიც პირდაპირ რომ თქვა დასცინის სააკაშვილს, აი სხვა თუ არაფერი შემიძლია წაგიკითხოთ, აი ორიოდე განცხადება, ერთი იყო თუ არ ვცდები მათ შორის ეხლა ვეძებ მამუკა მდინარაძის, ბავშვობიდან ყველას გვესმის რომ ადამიანი საკვების გარეშე 40 დღე ძლებს, 41 დღეს ველოდები სასაცილო მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდება სააკაშვილი. რატო ვკითხულობ აი ამ განცხადებას? ეს არის მათი დამოკიდებულება. თქვენ გჯერათ რომ ისინი რამეს დათმობენ სააკაშვილთან მიმართებით? ამ დამოკიდებულებას რომ ხედავ ბატონი დინარაძისგან, ბატონი ავისი კობახიძესგან დამცინავს, აბუჩატა ამგდებ დამოკიდებულებას რომ ხედავ და ხვდები რომ ეს ადამიანები ვერ იაზრებენ იმ საფრთხეს, რომლის წინაშე სახელმწიფო დადგა და ქვეყნის მოსახლეობა, დიახაც ამიტომაც მოხდა სრული ალარმიზაცია ქვეყანაში და საქართველოს დაიწყო პროტესტი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის და ასევე დიახაც ის ერთობა კოალიციური, რომელიც არ ყოფილა ნამდვილად PR სვლა წინა საარჩევნო, ჩემი წმენაა, ჩვენი კოლეგებისა წმენაა, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ერთპარტიული მმართველობა კი არა, სჭირდება მრავალფეროვანი მმართველობა. რომლის საშუალება არ მოგცა ხელისუფლებამ, ნიკა თქვენ იცით? მე პირდაპირ ვამბობდი ღია ეთერში, რომ მე ვიყავი კოალიციის ამომრჩეველი, კოალიციის მხარდამჭერი, ალბათ მეც ბრიყვი ვარ, რომ სადღაც ტვინის რომელიღაც უჯრედში მქონდა დაშვებული, რომ შესაძლებელი იყო ამ არჩევნებზე მაინც გამარჯვება მიეღო კოალიციას, მაგრამ არ გამოდის, არ თმობს არაფერს ხო ხელისუფლება და კრისტალურად ნათელი მოცემულობა, რაც არ იკადრა ხელისუფლებამ, რაც იკადრა ვნახეთ, მაგრამ 1000-2000 ხმიანი სხვაობის მეტი, მან უბრალოდ
ოპოზიციური საერთო კანდიდატებთან მიმართებაში ვერ დააფიქსირა, ხო? მაგრამ მაინც გამარჯვება დაიწერა და იზეიმა გამარჯვება და როგორ უნდა დავაცმოვიდეთ? არასოდეს არ ყოფილა ასეთი სოლიდარული საზოგადოება იმ მოსაზრებასთან, რომ ხელისუფლება მოიპარა არჩევნები და უბრალოდ უმცირესობა მხარდაჭერილი დიახაც გამოცხადა და გამარჯვებულად. დიახაც ამ კითხვებს ხშირად სვამენ, მათ შორის თქვენს და ლეგიტიმურია საით მიდიხართ საპროტესტო აქციებისკენ. დიახაც საპროტესტო აქციებისკენ მივდივართ, იმიტომ რომ ხშირად იქვე ვუტრიალებ კონტრშეკითხვას, როდესაც მე ასეთ კითხვას დამისვენებენ, აბა რა გვინდა, რომ ბელორუსიად ვიქცეთ? არა, ნამდვილად არ გვინდა, მე მაინტერესებს საპროტესტო აქციების საით მიდის. ანუ გამარჯვება, რომელზეც თქვენ ამბობთ, რომ არის გარდაუვალი, როგორ მიდის? საპროტესტო აქციები მიდის მიზნის მიღწევამდე, გამარჯვების მოპოვებამდე, დიახაც საზოგადოებამ გაბედა პირველ და მეორე ტურებში ის, რასაც ბევრი საზოგადოების წევრები ვერ გაბედავდნენ, წარმოუდგენელი ძალადობის პირობებში მოუწიათ მათ არჩევანის გაკეთება, ის ვინც გაბედა და საარჩევნო უნებთან მივიდა, ბევრისთვის არ იყო ადვილი. ბევრმა უბრალოდ ვერ გაბედა და ბევრი მოკლებული იყო ამ შესაძლებლობებს სხვადასხვა მათზე განხორციელებული მუქარების გამო. ელემენტარულად ვიღაცას უბრალოდ ეს უფლება ჩამოერთვა, იმიტომ რომ პასპორტები ჩამოართვეს და ამ პროცესში ჩართული იყო ვინ, ძალიან კარგად ვიცით, ხო? შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სამსახურები, ეგრეთ წოდებულ, ვითომ კანონიერ ქურდებთან ერთად, რომლებიც ნადირობდნენ ამ პასპორტების ჩამორთმევაზე და დაჩაგრეს უამრავი საქართველოს მოქალაქე და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვათ. ხო და დავარქვათ, მოდით, ყველაფერს თავის სახელი. საქართველოს მოქალაქეებმა უმრავლესობამ გაბედა, მივიდა და თუ არ ვცდები, გიგი უგულავამ თქვა პირველად ეს ჩემს ეთერში ეს სიტყვები ჩუმი პროტესტი იქნებაო და აღმოჩნდა, რომ ხო, ნამდვილად იყო ჩუმი პროტესტი და ხელისუფლება, რომელიც ემუქრებოდა ოპოზიციას დამთავრებით, ჩვენ გავარკვიეთ, რომ თურმე თვითონ დამთავრდა, იმდენმა ადამიანმა გაბედა მის წინააღმდეგ ხმის მიცემა. მე მაინტერესებს, ეხლა რა არის გზა გამარჯვებისკენ? ჩემი ხმა, როგორ უნდა დაიცვათ თქვენ? ჩემი დიახ. თავდა, რასაც ვაკეთებ, არ იქნება, მართლაც არ მინდა უბრალოდ, მე მინდა რომ საქმით დაგანახოთ და ძალიან მოკლე პერსპექტივაში და საუბრის მიღმა მინდა ქმედებებითაც დავამტკიცოთ თუ რისთვის არის მზად საზოგადოება და ოპოზიციაც მათ შორის და არ მხოლოდ ოპოზიცია, თლიანად საზოგადოება, იმიტომ რომ ვიწრო პარტიული ინტერესები აქ უკვე აღარაფრის შუაში აღარ არის. ეხლა პოლიტიკური პროცესი, მით უმეტეს პარტიული პოლიტიკური პროცესი პრაქტიკულად გარდაცვლად არის ხო გამოცხადებული ბიძინა ივანიშვილის მიერ და აქ დამარცხების, ასე თქვათ, აღიარება საზოგადოების მხრიდან, რომელიც არის უბრალოდ გამოგონილი და ხელოვნურად გაფორმებული, არ მოხდება. წვავი საპროტესტო აქციები დიახაც აზრვითდება სხვადასხვა ქალაქებში, არა მარტო თბილისში, ყველა დიდ ქალაქში. პარალელურად იქნება დიახაც ხმების გადათვლის პროცესი, იქნება და ჩვენ ამაზე მივყვებით. ჯერ კიდევ გაქვთ იმედი, რომ შეიძლება ხმების გადათვლით მიაღწიოთ გამარჯვების აღიარებას? ჩვენ გვინდა რომ ამ პროცესს, რომელსაც ქუჩის მანიფესტაციები და დემონსტრაციები ჰქვია, კონდეს დიახაც ლეგიტიმაცია ადგილობრივ დონეზეც და საერთაშორისო დონეზეც. მე მინდა და ჩვენ გვინდა რომ ყველა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა საბოლოოდ ირწმუნოს, რომ სახელმწიფო არის მიტაცებული და კანონიერი ქურდი, პოლიციელი, პროკურორი ერთი და იგივე არის. აბსოლუტურად ერთი და იგივე არის და შენ უბრალოდ სიმართლეს აქ ვერ იპოვი. ამიტომ როდესაც სიმართლეს ვერ პოულობ, ბუნებრივია ყველა დასაშვები გზა არაკონფრონტაციული, მშვიდობიანი, არაძალადობრივი იქნება გამოყენებული. და დიახაც არ ვერიდები, საპროტესტო აქციები, მასშტაბური საპროტესტო აქციები, დიახ, მასშტაბური საპროტესტო აქციები, პოლიტიკური პარტნიორების გათავისუფლების მოთხოვნით, რომლებიც წინა საარჩევნო კამპანიაში დააკავეს. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გასაგებია რაც ხდებოდა ვიბრძვით მისი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, მაგრამ უამრავ ადამიანს უბრალოდ იარაღი და უამრავ ადამიანს ხელყუმბარა ჩაუდეს. აგერ ქალბატონი რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში რატომ დააკავეს ადამიანები, ვერავინ ვერ იცის და 10 დღიანი და 5 დღიანი მარტივია, მარტივად მისახვედრია რატომაც დააკავეს იმიტომ რომ არჩევნების გამო, არჩევნების წაგების შიშის გამო, მაგრამ არ დაგიწმობთ ამას გეუბნებით ნიკა.
რას ქვია არ დაგვითმოს დინგა შევაწევით რას ქვია არ დაგვითმოს ანუ მზად ხარ თუ არა ბრძოლის არა დაგვითმოს იმიტომ რომ ვიბრძოლებთ რას არ გამოვა ეხა ერთდღიანი ბრძოლა ეს არ არის რას არ დაგვითმოს კანონიერ ქურდებს დავუთმობთ აბა ქვეყანას რას ქვია არ დაგვითმოს ეს ბრძოლა გრძელდება ვერ აქცევს ბიძინა ივანიშვილი ბელორუსიად დიახაც, როდესაც შენ იცი რომ არაფრის გამო 10 დღიან პატიმრობაში არის გიორგი მუმლაძე, ნიკანარსი, არა, რო კითხო, საერთოდ არავინ არ იცის, რატომ არიან ისინი იქ? ალბერტ მერებაშვილი, კვეკვესკვირი, ადამიანი ზუგდიდში, რომელსაც იარაღი ჩაუდეს რამდენიმე დღით ადრე, დიახაც, ამირან ჯანაშია, ხო? ლექსო რაფავა ამ ადამიანებისთვის არ უნდა ვიბრძოლოთ, ასე არ დაგვითმოს. დიახაც, დიდი გამარჯვებები არ მოვა თავგაწვირის გარეშე. დიახაც, რას ქვია არ დაგვითმოს, აბა ვის დაუთ? ლავას ოღლის დაუთმოთ, მამა, ვაც, მე არ ვაპირებ და ეხლა რას ქვია, აბა. არც მე არ მინდა რომ მომავალი ლავას ოღლების იყოს ნიკა და კრიმინალების უბრალოდ აი პრობლემას თვალებში მინდა რომ ერთად ჩავხედოთ და ისე მივიღოთ თქვენი პასუხი. მხოლოდ ეს არის. უხურე რა მინდა რა კითხოთ. კი ბატონო, აი სცენაზე, ვისაც გიყურებდი დღეს. ამ ადამიანებიდან კოალიციის, აი შენი სავარაუდო მოდელი რაც დადე კოალიციის, იქიდან შენზე საქმე არის, რომელიც შეიძლება დაგიმთავდეს შეგაბრუნონ უკან თუ ძალიან იაქტიურებ. მამუკა ხაზარაძეზე საქმე არის აღწეული. ვადრიზე საქმე არის აღწეული. რო დაგიჭირონ რომ დაგიჭირონ რას ქვია რომ დაგვიჭირონ რა მე დამიჭერენ მამაჩემსაც დაიჭერენ თქვენს დაგიჭერენ ინგა ანუ სხვებსაც დაიჭერენ აქ მთელი საზოგადოება უნდა ჩაერთოს უკვე დიახაც სამოქალაქო და პატრიოტული პასუხისგებლობის საკითხია ის რაც გუშინ მაგალითად გააკეთა ვიცე-მერობის კანდიდატმა ქუთაისში ხო როდესაც ერთმა ადამიანმა კიდევ ერთხელ შეაზანზარა სისტემა ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთვება ამ პროცესში და რამდენ ადამიანს დაიჭერენ ნებისმიერი დაკავება და მათი მხრიდან უკანონო დაჭერა არის მათ მიერ საკუთარ ფეხში პოლიტიკურად ტყუის გასვლა დიახაც და მზადა ვართ ამ ყველაფრისთვის აბა სხვა რა ალტერნატივა არის კიდევ ოთხი ვიმეორებ დიახაც არ გადაეშვება ეს ქვეყანა ჭაობში არ გაფორმდება ჭაობად ეს სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს უნდა გადავარჩინოთ ყველა წინა საარჩევნო კამპანიაში დაკავებული ადამიანებს უნდა გავათავისუფლოთ და თავარი რისთვისაც ეს ადამიანები ეწირებიან ზვარაკად ეს სახელმწიფო გავათავისუფლოთ ოლიგარქიული წესწყობილებიდან და მე უბრალოდ არც კი ვუშვებ მესმის შეიძლება ვიღაცას ყურს ჭრიდეს იცით რა არის აი მე რას აპირეთ არის ეხლა ვითარება როდესაც ბევრი არ უნდა იფიქრო ბრძოლაში თავით უნდა გადაეშვა და არც ერთი და ორი კვირით ადრე გეგმა უნდა გაასაჯაროო, ცხოვრება არ გაუადვილო ბიძინა ივანიშვილს ოლიგას, რომელიც თავი და ბოლომდე კრიმინალებზე, ვითომ კრიმინალებზე სულს ამოფარებულ ადამიანებს დგას, მაგრამ ეს გეგმა მეწუნეთ, გვაქვს, ეს გეგმა არსებობს, იგუგუნებს ერი, იგუგუნებს პროტესტით, მანამ სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს. მე არ ვაპატიებ პირადად 10 თავმოყარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, არა ლიდერი, არა პარტიის წევრი, უბრალოდ პატრიოტი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი არ აპატიებს, მოძალადებს ის რაც მათ იკადრეს, დიახაც. და დააშინდეს და დაამცირეს უამრავი ადამიანი. არც მინდა ვერც ყვები არ მაქვს უფლება იმ ისტორიების პირდაპირ ეთერში მოყოლისა, რაც ვიცი და იკადრეს იქ სადაც კამერები არ მუშაობდა. არჩევნებამდე წინა დღეებში, არჩევნების დღეს დაამცირეს და სულში შეურაცხყოფა მიაყენეს, ღირსება აყარეს ბევრ ადამიანს, ვითომ კანონიერმა ქურდებმა, ამოფარებულმა სულს და პოლიციას ძალიან დიდი შეურაცხყოფები ფიზიკური მიაყენეს უამრავ ოპოზიციურად განწყობილ ამორჩევებს ძალადობრივი შეურაცხყოფები მიაყენეს ამიტომაც დიახაც შემთხვევით არ ვუცხადებ ღია ომს ამ ვითომ კრიმინალურ სამყაროს სინამდვილეში კი სუსის დანაყოფს ეს ასე იქნება და ვნახოთ ისტორიულად მე არ მახსენდება პრეცედენტი როდესაც უმრავლესობა მოსახლეობისა საზოგადოებისა არის ერთ პოზიციაზე და იქ რომელიღაცა თუნდაც ყველაზე მდიდარმა ადამიანმა თავისი გაიტანოს. მძიმე, მაგრამ ძალიან საამაყო
თავგადასავალი დაგვეწყო, დიახ, ჩვენ სადაც ისტორია დაიწერება ან ვერ დაიწერება. აი ამ მოცემულობასთან გვაქვს ახლა საქმე. არა, სხვა რამეს გულისხმობ. ბატონ ყობახიძეს. ისტორია ან დაიწერება ან ვერ დაიწერება. მე მაგალითად შენ რომ მითხარი რომ ჩვენ დაგვიჭერენ, შენ დაგიჭერენ სხვას. მე გულწრფელად გეუბნები უკვე არ ვიცი შეიძლება გამოცდილების ბრალია, შეიძლება ასაკის ბრალია, შეიძლება იმიტომ რომ ძალიან გაბრაზებული ვარ. არც მსგავსი პროტესტის მეშინია, საქმეზე რომ მივიდეს, მართლა ყველა რო დაგვიჭირონ, არც დაჭერის მეშინია, საერთოდ შიში, აი როგორც ასეთი, მე არ მაქვს, მაგრამ უბრალოდ მინდა დავინახო რომ ბოლომდე მივა ეს ბრძოლა. აი ხომ ხდებით რას პირდებით, ან ვერ ვნახავთ ცოცხალს, პირდაპირ გეუბნებით, ან ცოცხალს ვერ ვნახავთ, ან გამარჯვებულს იხილავთ სტორმხარეს მდგომ საზოგადოებას. ან ვერ ვნახავთ პირდაპირ გეუბნებით ცოცხალს, როგორ შეიძლება ეხა ჩვენ ვილაპარაკოთ, იცით სინამდვილეში ვინ არის დაშინებული? სინამდვილეში დაშინებული თუ კი ვინმე არის ხელისუფლება, ხახნო. შიშისგან ჩადიან ამ დანაშაულებებს, შიშისგან, რომ ეშინიათ, ამიტომ იქცევიან ასე და ჯიუტდებიან ამ პროცესში, მაგრამ ბევრი რამ ვერ გაითვალისწინეს, თუ რამდენად მტკიცე არის ერთობაც და რამდენად მტკიცე არის ნება. და რამდენად ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ამ ჩუმი პროტესტის მონაწილე, რომელიც შეიძლება გარეთ არ გამოდის, მაგრამ საარჩევნო ურნასთან მივიდა და ოცნების წინააღმდეგ მისცა ხმა. რეალურად ხო ყველა ვიცით, რომ პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქში ოპოზიციას გამარჯვება მოპოვებული და რო არა ადმინისტრაციული რესურსი, რასაც ესე ნაკეთებია 15%-იანი ფორა გვაქვს ამოკაჩული, წარმოგიდგენიათ და ის არ ეყოთ. ანუ ჩვენ ნებისმიერ არჩევნებს, როდესაც ვიწყებთ, ჩვენ ვიწყებთ აი მაგალითად 15%-ით 0. ანუ 15% არის დაახლოებით ქართული ოცნება, ჩვენ ვართ 0 და მე ამის აღმოფხვრა ხდება. ყველა იმ მეთოდების გათვალისწინებით და მაინც რა მოხდა, ხო? ამიტომ მე არ მინდა პირდაპირ გეუბნებით და ამით დავასრულებ, დიახაც ვიცი რომ სხვა სტუმრებიც ყავთ, მართლა დავემსგავსო იმ ადამიანს, ვინც უბრალოდ გულზე ჯირს იტყავს. უახლოეს პერიოდში დავინახავთ, უახლოეს პერიოდში თქვენს დაინახავთ, თუ რაზე წამსვლელები ვართ ჩვენ და არაფერ განსაკუთრებულ და ექსტრაორდინალურს არ ვსთავაზობ საზოგადოებას. ეს კი ნამდვილად ვსთავაზობ უკომპრომისო ბრძოლას ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და ღირსებისთვის. და დიახაც, ამაყი ხალხი ამ ქვეყანაში ძალიან ბევრია, რომელიც არ შეალახიებს საკუთარ თავმოყვარეობას და ღირსებას და ყველაზე ძვირფასი ფასეულობებისთვის და ღირებულებებისთვის ვიბრძოლებთ და ახლა არ ვიცი ვისაც უნდა ისე გაიგოს, მაგრამ მე მახსოვს 90-იანი წლების თბილისი და არა მხოლოდ თბილისი, რომელიც მოცული იყო კრიმინალური ბანდებით და არ დავუშვებ მე ერთი ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე თქვენთან ერთად და ძალიან ბევრ სხვა ადამიანთან ერთად რომ იგივე გამეორდეს. აი სხვათა შორის დიდი მადლობა და აი რეგიონებში პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იმ კრიმინალური ბანდების ეხა არც ნინო ჯანგირაშვილის ეშინია, არც ნანუკას ეშინია, არც მე მეშინია, ალბათ არც გიორგის, ვინც ამ სტუდიაში სხედან, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ შიში გადაწყდეს რეგიონებში და არა მხოლოდ ამ კრიმინალების ზოგადად აი ლავას ოღლი არ ვიცი რატო ამოუშეს მახსენდება უცბად სხვებიც არის სამეგრელოში რაც იკადრეს ხახო ჩამოიყვანეს ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდები ხო რასაკეთებდა და ისინი იყვნენ რა ყველაფერი მართველები რეალურად კამპანიის ისინი იყვნენ არ არსებობს ვერ გაიმარჯვეთ ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო თქვენ გაქვთ უფლება იცხოვროთ ამ ქვეყანაში მაგრამ ვერ იძალადებთ რა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე ვერც ჩვენი შობლების თაობის წარმომადგენლებზე ვერც ახალგაზრდებზე ღირსების საკითხია თან ეხა პოლიტიკოსობაზე გქონდეს პრეტენზია და მე თქვენი ძალიან საინტერესო გადაცემების სტუმარი ვიყო ჰასტუк მოჭერილი დავარცხნილი და არ ვიცი ასე თქვა დაკარგული მოკარგული საუბრი და დავკავდი როცა ვიცი რომ სოფლად და ქალაქ ეს კრიმინალები ზურგამაგრებულები პოლიციის ძალადობენ ხო მოკლედ შიდა პიროვნული კონფლიქტი მაქვს არა გამორიცხულია დიახაც პოლიტიკური ომი და ბრძოლა არის გამოცხადებული ხელისუფლებისადმი კი არა
აი ამ კრიმინალური სამყაროსადმი, რომლის ნაწილი გახლავთ ქართული ოცნება. დიდი მადლობა. დაჯგუფებებია. ხვალ უკვე ვიღაცას ქვია. ოპოზიცია ჩადის სამეგრელოში და ჩვენ უკვე ვნახავთ როგორ შეხვდება პროტესტი, როგორი პროტესტი მადლობა და იქნება ზუგდიდში, სადაც იხრიდა ანზორმელია. მადლობა ნიკა, მადლობა და მოკლედ ხო, ჩვენ უნდა ვეძებოთ ყველამ ერთად გამოსავალი. მადლობა ეს იყო. მადლობა განსაკუთრებით მედიას, მადლობა ყველა ოპერატორს, მადლობა ყველა ფოტოგრაფს, ყველა ჟურნალისტს. ძალიან გვაძლიერებენ ისინი ამ ბრძოლაში და რომ არა თქვენ არა იმიტომ რომ ვალდებული ვარ ეს თქვა, ეხლა დღესაც ხო რომ ვიყურებ მერთმა ვიმრავლოს მართლა ასეთი აი გულანთებული პროფესიონალები, რომლებიც არიან თქვენი ტელეკომპანიის, კავკასიის, განსაკუთრებით TV პირველის, ასევე თავარის და სხვა ბეჭდური მედია იქნება თუ ონლაინ გამოცემები. მადლობა. მადლობა ეს ძალიან დიდ საქმეს და გვერდში უდგანდა, მაგრამ ყველგან ხო ვერ ხვდებით, ყველა სოფელში ხო ვერ ხვდებით. როდესაც მოვა დრო, მე ნებართვა მექნება და მოვყვები რამდენიმე ისეთ ისტორიას, რა აკადრა ამ ვითომ კრიმინალურმა სამყარომ, რამდენიმე დიახაც საქართველოს მოქალაქეს ოპოზიციურად განწყობილს და საზოგადოებამ გასაჯოს რატომ ვარ ასეთი გაბრაზებული. კი ბატონო, მადლობა ნიკა, მადლობა ჩვენ ალბათ მოგვიწევს უკვე აქტიურ რეჟიმში მუშაობა, თქვენ როგორც რესპონდენტ, ჩვენ როგორც მედიას, დროები დაგემშვიდობები, წარმატებას გისურვებთ. ეს იყო ნიკა მელია.